ძალიან ბედნიერ და საოცარ ამბავზე საუბრობთ, მაგრამ ამ ყველაფერს ცოტათი ისეთი ბნელი მხარეც აქვს სამწუხაროდ, რომელიც მინდოდა რომ გამეჟღერებინა სტატისტიკა მაქვს ამოწერილი. დიდხანს არ გავჩერდები, მალე გავიარეთ, მაგრამ ეს უნდა ითქვას 1990 წლიდან 2004 წლის ჩათვლით საქართველოში არ დაიბადა 31000 გოგონა. იმიტომ რომ არ იყო სასურველი სქესი. იმედია გამოსწორდება, სამწუხაროდ ბოლო სტატისტიკები არ იყო, მაგრამ ესეც ძალიან ცუდი მაჩვენებელია და არ ვიცი როგორ უნდა გამოსწორდეს ბატონო დავით, რა არის ამის მიზეზი თქვენი გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებთ ამ ამბავს? პირველ რიგში ჩვენ თვითონ უნდა გავიგოთ მოსახლეობამ, რომ ლეკვილომისა სწორია, არ უნდა იყოს დაყოფა სქესის მიხედვით. რომ ვარს უპირატესობა არ აქვს ზოგიერთ შემთხვევაში გოგონას, რომ ისინი თანასწორები არიან და მათ აქვთ უფლება სიცოცხლეზე და მათ აქვთ უფლება რომ მოვიდნენ ამ ქვეყანაზე. ამის გამო საერთოდ აბორტს უნდა ყველა ვებრძოდო და მასთან ბრძოლა ყველაზე კარგი არის ოჯახის დაგეგმარებით. მაგრამ ოჯახის დაგეგმარება არ ნიშნავს იმას, რომ დავგეგმოთ სქესის მიხედვით ბავშვის დაბადება. ამიტომაც არის, რომ ჩვენ დღესაც კი ვიბრძვით იმისათვის, რომ არ იყოს სქესის ცოდნა ადრეულ ვადებზე, სანამ აბორტი შეიძლება, იმიტომ რომ დღეს მაინც არის მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში სელექტიური აბორტი. კი, მსოფლიოს მასშტაბით ათეულში შედის სამწუხაროდ სელექციური აბორტების მხრივ ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ. ერთი ვიწრო ქვეყანა და ათეულში შედის.